გამარჯობა. მიხა შეთახარ. ვერ გიცანი ეს ჩემი ყულულებიანი ბიჭი. იმით ანწერწეტა მიზი. კარგი ხო, ხმას აღარ ამოვიღებ. არც მე. შევთანხმდით? შევთანხმდით. ძალიან კარგი. ელენე სადაა? წავიდა. სადაა? სახიდან წავიდა. მიხდა ოჯახში ქალი ჩვენ რომ ვიყავი და კაცი და რა იქნა. მიკა, ხო შევთანხმდით ეგეთები არ გვინდა თქო. ექს უკნეზე მიხარ. კარგი, ახლა მართლა სად წავიდა? ბათუმში წავიდა კონფერენციაზე. ხოჭდე მე არაფერი დამიბარა? კი, ჟოზეს უთხარი კარამელი ჟოზე გააკეთეს და საყვარელია, ლაშას უთხარი ბოთეა. ბოთეს მოგცე მე შენ, ბოთეს. მე რა შუაშუა დედამ დამიბარა. ისე დედა მეც დამიბარა შენთან რაღაც. გაკვეთილი ისწავლოსო. არ ვისწავლი. რატო? რო გამისდეს? რო არ გაგიცდეს? კარგი ლაშაბიძე, სულ რაღაცებს რატო ფიქრობ? მოდი ახლა ისწავლე, მოდი. რა გაგსასწავლი ისტორიაში? არ მიყვარს რა ისტორია, აი რაღაცა ბოროტი საგანია. რატოა ბოროტი საგანი? იმიტომ რომ გასწავლიან ვინ როდის მოკვდა, ვინ ვის ეომა, ესა ისა ბოროტი აბა რა არის. და კეთილი რომელია? კეთილი საგანი არის გეოგრაფია. გასწავლიან რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალია ევერესტი და გიხარია. რანაირი მიმიკა აქ და გამომეტყველება ვერ გავიგე რა უნდა საერთოდ ვერ გამოვიტანე. უნდა რა რაღაცა აზრი ხო უნდა კონდეს არა რა უნდა ვერ გავიგე. ტელევიზორს უყურებ? ხო. უხმოდ? ხო. უხმოდ უნდა დავიტანჯო მე ღირსი ვარ, აი ესე ვერ უნდა გავიგო რა ხდება და უნდა ღირსი ვარ. ხო. აი ეს ფარდებიც იმიტომ ჩამოვაფარე რომ არ მინდა რომ შუქი შემო არ ვარ მე ღირსი რომ ჩემ სახში ბზის ხილები შემოდიოდეს. აი ეს უნდა ვიცვალო მე და უნდა დავიტანჯო. თქვენი სპექტაკლი როდის არის? ზეგ. კარგი, ზეგამდე მაშინ ასე დავიტანჯები ზეგ თქვენ სპექტაკლზე. ღირსი ვარ მე, ღირსი ვარ. თელი დღე ვიждები სახში ფეხს არ გავადგავ, საერთოდ გარეთ ვივლი მარტო ღამით და გავხდები ღამის პაატა. აი იმ დიდი შავი ძაღლის არ გეშინია ღამღამობით რომ დარბის ჩვენ სეზონში. უი, ხო. მართალი ხარ, მაშინ ღამე აღარ გავა და გავხდები დილით. ადრე დილის პაატა გავხდები. აბა რა ვქნა? ალეონის პაატა. გავხდები გახდი. და მანამდე ჩემი ღვინო მომეცი. რა ღვინო? ჩემი ღვინო რომ დაგიტოვე სანამ წავიდოდი, მომეცი, მჭირდება. მოიცემ სადა გაქვს მომეცი. ვერ მოხსენ. რატო? იმიტომ რომ აორთქდა. რა აორთქდა? როგორ აორთქდა? აი ეგრე აორთქდა, აივანზე ხო იდოის ბოცა. მე? ჯერ იდო. მე ეყარა. ხო და რო ეყარა აორთქდა მე. ატეხე? გაგავტეხე რა, გაგატყდა. როგორ გატყდა? როგორ გატყდა და აივანზე ხო იდო ის. მე? ბოცა. აივანზე.
ხო და ეგრე წამოვიდა სეტყვა და დასეტყვა და გაწყდა რა ჩემი ბრალი. შენ სად იყავი? ვერ მიხედე შედავლოციგო რა როგორ სეტყვა რო წამოვიდა ვერ მიხედე იმას იმ ბოთს? იყავი ბატონო ფიდო და სეტყვა რო წამოვიდა ესე დიდი სეტყვები ხომ მოდიოდა გამიხარდა. გავარდი გარეთ გიჟივით მარტო დავარბოდი და უშვედი თავს ამ სეტყვას და პირაკუნებე რა კარგი რა კარგი იყო ეს კოპები რო ამომივიდა ბატონო ტანჯეო და უნდა გენახათ ბატონო ფიდონ დამღუპე შენმე დამღუპე რა ვქნა ეხლა მე მიდი სად მივიდე მიდი მეჩხუბე ბატონო ფიდონ გისუ მე უნდა მოვიტანჯო მიდი ხელი შენახე თუ გინდა ბატონო ფიდონ ხელი შენახე ბატონო ფიდონ მეჩხუბე მიდი შეგეხო რა თქვი შეგეხო აზრი არა შეთალაპარაკს რა კარგი ახლა ისწავლება რა გაგსასწავლი მაგ ბოროტ საგანში რა მაქვს და მეორე მსოფლიო ისე გაშაბიზა მეორე მსოფლიო მე რატო ქვია ამას იმიტომ რომ პირველი იყო უკვე და უფრო მანამდე არ იყო მედი კი იყო მაგრამ მანამდე არ ითვლიდნენ ნიკა ხო ან თლა არ იცოდნენ და იმიტომ და ისწავლე კაცო რაღაცას კითხულობენ გაშაბიზია ჰიტლერი უფრო ძლიერი იყო თუ სტალინი? სტალინი თუ ბეტმენი? რა ბეტმენი ახლა ისწავლე რა არ მინდა ვერ გგობდა რა ქვია ნიკა არ ესწავლე არ ისწავლი და მასტარს გაგიკეთებ ნიკა უნდა ისწავლე არ ისწავლი და ლუცა მოგიტან ნიკა ხო ისწავლე არ ისწავლი და კაც ფილმს გადმოგიწერ და უყურე ლუცთან ერთად ჰა ნიკა გეხვეწები უნდა ისწავლო ნიკა აცია რა მე რა გინდათ ხალხო ჩემგან ვერაფერში ვერ გამოწვე გამოიყენე მეჭხუბე რა ნორმალურად თუ მეჭხუბები რა დაიწყე მეჭხუბე რა სხვა რამე უნდა მოვიფიქრო რა ეს არ გამოვა აზრი არა ათამათთან ლაპარაკს ალო ის სამინდა ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე ძვირიანი 4 პიცა მინდა ხო ყველაზე 4 პიცა ყველაზე დიდი ზომის კარგი მადლობა აი ხო გამოყვი დეპრესიიდან პიცას რო უკეთა არა ეს პიცა იმიტომ შეუკეთე ბატონო პროფესორი რომ ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე ძვირიანი უცხაო მომოვლე ფული დამაყლდეს და ხერხულ მდგომარეობაში ჩავა რა ეს რა ყორანი მოგიყვანე რა ეს ნეგატიური ფრინველია გუნავს ადამიანს და ვიცი რა დეპრესიაშია და პატივს ემხო რა. ყოველთვის მინდა პატივი მესა შენთვის შენი აბაზანით რო სარგებ. მადლობა. სახელი რა ქვია? სახელი ისა ვერ გავარკვიე დეზალიათ მამალი და ნუკრი დავარ. შენ სახელი გასაგებია თრგუნავს ესე კი თრგუნავს ხო დაგიტოვე ხოლმე კარგი დიდი მადლობა რა ვაჭამ ნაჭამია უკვე ხო მაგრამ მე რა ვაჭამ ლეში ხო ლეში ჯამია მადლობა ბატონო ესე თრგუნავს ეს დიდი ნუკრი დამთრგუნე ნუკრი გამოვიდა ახლა ეს ყავდა ბეკა ბაყაყი და ახლა მყავს ნუკრი ყვავი რა არაფერი არ შეცვლა იყო ყიყი გახდა ყვაყვა არანიკა არც 15 სურვილი არ მინდა დადექი და ისწავლე კარგი აი კარებს გა არა მე გავაღებ გარს Kādi šeit izstāvļas tad? მოგდაინდონო ვიცოდა. ნამცხვრის გამოთხოვა უნდა მასწავლო.
ნამცხრის გამოცხობა როგორი რა ნამცხრის აბა მე რა ნამცხრის აბა მე რა ნამცხრის და ჟოზეს ნამცხრის რა ლაშა დაგავიწყდა შეხომ ჟოზე ხარ დამავიწყდა რომ იცოდი თქვენ რომ ჟოზე მე ვარ ეგ დამავიწყდა კი ბატონო რა ნამცხრის გაკეთება გინდა რომელიც შოკოლადით რო იცი შოკოლადი შოკოლადის წალკოტი ხო კი ბატონო აი აქ არის და ვნახოთ ხო ლაშა იმ დღეს შემხვდა ჩემი ინდირას დამრიგებელი და დავპატიჟე ყავაზე ხო და დამირეკა დღეს და მოვალ შეთანო დედა სადამდე მივიდა ეს ხალხი შიშით ვერ დაგიპატიჟია ვერსა ერთი პატიჟებით მისვლა გამიგონია ვინა ხალხი არის ხო რა ნამდვილად ხო და დამცხარი მინდა გავაკეთო და ხო დამეხმარები ლაშა აი ნახე ვიბიდე რაღაცა დამჭირდება ხო და წამოვიღე მიქსერი მე და ენაცხალო ჩემი ინდირა გამომიგზავნა საბერძეთი და თვალის ჩინივით უფრთხილდები ხო დამეხმარები ლაშიკო დაგეხმარები უბრალოდ ახლა დრო მჭირდება გავიაზრო რა მითხარი ხო აი ნახოთ აი თქვენ ნახეთ აქ რა ჭირდება აი ინგრედიენტები და მანამდე მე კარს დავაღებ აი ესვი მოგდანით გამარჯობა როგორ ჩაიარა გასტროლებმა კარგად ძალიან კარგად დაინგრა დარბაზი ასლამა გამარჯობა პატრონ მოგესალმებით მე დასაკეთეთ რადგან ამხოს ვაცხობთ ისევ ჟოზეზი რა ხო დაჭიქი ისეთი ამბავი უნდა მოყვე მოკლედ დავთავდა სპექტაკლი ნუ ყვავილები ოვაციები როგორც ყოველთვის და გავიხედე და დავინახე ჩემს გელმოდის ჟოზე მოვიდა ჩვენთან მოვიდა ყვავილები მომიტანა ყვავილები მომიტანა ბიჭებმა იხუმრეს კიდეს მაგ ყვავილების მოტანას დავსხვარი მოეტანა მოკლედ საოცარი ნუ ესე იგი აი როგორც შენ გიყურებ აი ესე უყურებ ხო ჟოზეს აი როგორც შენ გიყურებ აი ესე ხო მოვიდა როგორც უკვე გითხარი ყვავილები მომიტანა და მითხრა კეთს ვიხრი თქვენი არტისტიზმის წინაშეო ჩემი მონოლოგი მოეწონა ბოლოს მაქვს ძალიან მაგარი მონოლოგი მაქვს არ შედრგეთ ხალხო შენ ხარ გული გამოსა და ყვავი მეგონე თეკლა მადლობა პაპა ვაიმე პატა გაგიჟდი რეს ლაპარაკ რა გავგიჟდი გამომართვეს პროფესორმა მაჩუკა ყვავი ისიც გაგიჟდა პრინციპში ის ხო ისედაც წავიდა პატა სად არის აბა ეს ყვავი მითხარ სად არის და ტუალეტში თეკლა ხო ტუალეტში პატა ესე მალე გაწვთენი მინდა გავწვთენი რა გაუხე კარები მეთქი გავწვთენი თქო და ეს კიდე გამოფდა და მე შუბზე დამისყო კორტნა და თეკლა აი ეს ნახე დღეს შემოგდო შეხედე დაიწი უკა თეკლა გაიწე ვიფიქრე რომ გავწვთენი მეთქი მივა იმათა ფრედოთა კარები დავუცხერებ საუცხეს მეთქი მაგრამ რა გინდა ვაიმე პატა მაჩე მოდი აქ მოდი ერთი წუთი მოდი პატა დაჯექი პატა ძალიან მტკივა შუბლი ძალიან მტკივა მაგრამ კიდე უფრო უნდა მტკიოდეს ღირსი ვარ მე რა უნდა და აი ღირსი ვარ მე უფრო უნდა მტკიო რა უნდა და ვერ გავიგე რა მე სამსუბლსა და რა დამისყო კორტნა რა უნდა და აი ეთყობა ითიქა ნეტა მაგის წინში ჩამახედაო თეკლა გადარჩები პატა გადარჩები ხო აბა რას ვიტყვი არ მინდა პატა მოვიხსნით წავიდეთ ახლა ჩვენ ელენესთან შევიდეთ ჭრილობას დაგიმუშავთ და ექიმი გამოვიძახოთ თუ გინდა არ მინდა თეკლა ექიმი მე არ წივი ვარ თეკლა და ყავყორნებს ვეომებოდ არ მინდა ეხლა რა ვქნა სამწადია ბეჭობს ადგომა მაგრამ ვეღარ ადგები თეკლა ვერა პატა წამოდი არ მინდა ვერ დაგტოვეთ პატა არ მინდა გეუბნები ვინერიულებ ჩემზე აი ქვიდგები და ესე დავიტანჯები არ მინდა ვერც აბაზანაში ვეღარ შევალ და ჭუჭი შემჭამს მაგრამ რა მნიშვნელობა გარდი ხომ ჭამს და ცოტა ჭუჭკას ჭამოს რა ეგ მონოლოგი
მიდი მე მომიყევი და ახლა მაინტერესებს ჟოზეზე მაინტერესებს აი გავუს მე ჟოზეო რა ნუ გითხარით რომ ყვავილები მომიტანა მოკლე ბევრი ვისაუბრეთ ასე ვთქვათ ხო და აი ახალაც თვალწინე მიდგას ნუ აი შესანიშნავი ქალია ნუ არაჩვეულებრივი ქალია ახალი არა ზეთუ ნახავია ნუ აი ესე კი ქალია? ხალი კი არა ქალმერთი. ხო. დავლიეთ ერთად. დავლიეთ. და სვავს. შემდეგ განუმარტოვდით მკერდი აქ ისეთი მკერდსავსე ქალია. განუმარტოვდით. კარგით ეხლა ბატონო ფიდონ ეხლა ეგ უკვე ეხლა რა მოხდა რა ვთქვი ახლა რა მოხდა და მგონი მეც ვიცნობ ჟოზეს ხო ესა ქერა ხო ეგ ჟოზე ქერა ხო შავით შავგრემანია ხო აი მაღალი ისეთი გამხდარი ხო ლაშა ხო ანუ საშუალო სიმაღლე ცოტა პუტყუნა აი მე გეყოთ რა სხვა შეიძლება მოატყოთ მაგრამ მე ვერ მომატყუეთ რა რას გატყუეთ რას მატყუებ და ჟოზე არის ლაშა ის მკერდსავსე ქალღმერთი კი არა დიახ ამ ყველაფერს მალავდი დიდხანს მალავდი მე მაგრამ თქვენ რო აქ არიყავით მე ყველას გამოუთხდი ბატონო ფრიდონ ის არ მწვენიათ რო იტყუებით მე მწვენია დიახ არა მე უნდა მწვენოდე არა თქვენ არ მწვენიათ მე არ ვიტყუები მაინც მე არ იტყუები იყო ახლა ეს მეტა ეს რა იყო ეს იყო ხილოვანი კაცის ფანტაზია ასე ვთქვათ აღამაფრენა იყო ეს რა არის იცით მე ვიცოდი რომ შენიყავი ჟოზე და ეს სპეციალურად მოვყევი ეს ვიფიქრე სინდისი შეაწუხებს მეთქი მე შენს სად გაქვს შენ სინდისი შენ გაქვს სინდისი შენ რომ სინდისი გქონდეს შენ მეზობლებზე ფულს არ გააკეთებდი აი არა ეგ მასთან იყია საიდან იცოდეთ ბატონო ფრიდო რომ მე ვარ ჟოზე ვიცოდი მე ვიცოდი მე რომ მე ახლა საქმე მაქვს მე დავიდე მე ჟოზეფინა ლაშა წავალ ახლა მეც უკვე წავიკითხე რაც არის საჭირო ჩავალ სტურუებთან ყველაფერს გამოვიტან და მოვალ და შენი ჭირიმი ამას გაუფრთხილდი რა ჩემი კიდე ჩამოტანილია და აბა შენი აუცილებლად ყველაფერს მოვიტან როგორ გაუფრთხო თვალის შინივ ო აბა კეთსავსეო რა არის ეს? კარგი ნიკა დავიტანჯე. შენ მოსმენით დაიტანჯე და მე კითხულობ მესმის და უნდა ვისწავლო ეს სიტყვები, აი ეს. რა სიტყვა არ მოხდა? სტალინგრადი. კარგი. შემოდი პატა, შემოდი პატა, ნუ გერიდება, შემოდი. მოდი აქ, მოდი. შედი, ნუ გერიდება. და აბაზანაში ვერ შედის, ყვავი ყავს იქ და ერიდებოდა აქ შემოსვლა. ყვავი? ხო. მოიცა მაგას ფიზიკოსი ატყავდა აბაზანაში? ხო, ფიზიკოსმა ყვავი აჩუქა და გაუფრინდა მერე პატას, შეფრინდა იმ აბაზანაში და ვეღარ შედის ახლა. რატო შიშველია ყვავი? ეშინია? აჰა. თქვენ გაიხარეთ ხალხო რა. დაგჭირს ეს რა არის? სალამჭირს, ჩემო ყვავმაყორანი. აბა. ყვავმაყორანი? ბავში. დაგჭირს, ნანაი ბავში გამხდარ ხა რაღაცნაირი. ბავშვი, ჰა? არა ისეთ რაღაცებს სწავლო, მე მგონი დავბერდი. რა სწავლო? ალინგრადებს. რას? რას და ისტორიაში აქვს მეორე მსოფლიო ომის ასწავლი და წუწუნებს ვერ სწავლობ. და რატო ესწავლო ბავში?
რას ვესწავლოს? ბატა, უბრალოდ წუწუნებს. თორე ისეთი ადვილია, მაგან კი არა მე ვისწავლე. რა არის ხლა? აი მომისვია რა არის? სტალინგრადში ერთ-ერთ შენობაში იყო გამაგრებული ორი საბჭოთა არმიელი. მეგობრები გმირებად არიან მე ესეთი შეთანხმებები. ხო და მოკლედ მე ამ ასე ვთქვათ 3 დღე იგერიებდნენ. 3 დღე მტერს. იგერიებდნენ 3 დღე ბოლოს ნუ ვეღარ გაუძლეს და შევარდნენ ეს ფაშისტები. ხო და ნუ მე მოკლეს ეს ორი მეგობარი. შემდეგ ამათ სანამ მოკლავდნენ დახმარების გამოძახება ხო მოუსწრიათ. მე მოვიდნენ ეს წითელ არმიელები და დაახევინეს უკან ამ გერმანელებს. ესაა და ეს სულეს, აი ძნელიანი კა. კი. ვაი მე რაღაცა ისტორია რაღაცნაირი სევდიანი. ბავშვი რა არის აი როი დაიმახსო ეგ უნდა წარმოიდგინო, გაიგე? რა? აი უნდა წარმოიდგინო რომ მაგალითად აი წარმოიდგინე ეხლა რომ აი ეს შენობა სადაც ის ორი გმირი მოკლეს არის აი სახლი ანუ ეს სახლი არის ის შენობა და წარმოიდგინე რომ აი ეს ორი მეგობარი არის ჩასაფრებული წარმოიდგინე ვერ რანაირად წარმოიდგინე შენ კიდე ადექი სადგინახავს ეხლა ადექი სადგინახავს წამოკოტრელებული წითელ არმიელი ადექი დავეხმარო ადექი ბავშვი დავეხმარო თავს უშველის ვითომ უშველის წარმოიდგინე აჰა კარგი დავეხმარო მოდი აი ჩაი გავმაგრდეთ. ხო. აჰა. ბავშვი, ყურადღებით და წარმოიდგინე ახლა. 1942 წელია. 13 ნოემბერი. და ორი მეგობარი არის გამაგრებული შენობაში. გარედან ისმის ტყუების შემზარავი გუგუნი და სროლის ხმა. წარმოიდგინე ბავშვი მოემზადე ლაშა. Вставай, страна огромная. Дом. Вставай, страна огромная. Расаке. Ой, талиха. Расаке, bare marchomigdea. Toda short gadara. Ada. Sadarian, ha. Ამდენი ხანი აღარ ჩანა. გავგიშდები და გეშინია ლაშა. წითელ არმიელები ამხანაგებს არ მიატოვებენ. ხო, ეგ მართალია, მაგრამ 3 დღეა უკვე. 3 დღეა რაც ტყვია წამალი გავითავდა. ო, 3 დღეა რაც არ მიჭამია. იმიტომ ლაშა რო ყველაფერი ეგ დღეს შეჭამე. Ada guli ცუც მიგზნობს. Ada, თუ ერთ-ერთი ჩვენთაგანი მოკლეს, ხო, პირობა დავდოთ, რომ მეორე მის ოჯახს მიხედავს. კი ბატონო, ლაშა შენოვე შვილი ყავს. 4 წოლი, ოჯახა, ის შვილი. როგორ ვინატო, ნეტა მე მოკვდებოდი. Чего там? Как смотришь, ხო? Мне пиаряне, да? არ ვიცი. მოიცადე? Эй! Стой, стрелять буду! მოიცად. რა стрелять будешь? კითხე იქნება ვინ არის? კარგი კითხავ. Мужик, ты наш? Арау. რატო დაიმალენ? რა დაიმალენ ხუდი მისრის ხე? ეს წეული ფაშისტები თუ არ გვიტევენ? რა შეგვიტევენ? რა შეგვიტევენ? რო გიყურებთ გოროგონი ხარ რა? ო, ისინი წარმოდიან არა ესენი რამდენი არიან? რამდენი არის? არ ვიცი დავიცი. დაიცვი? დავიცი. როგორ დაიცვი ახლა დავიხე შეხედე. მარჯვნიდან 5 მეტრი არიან. ხმაგა. მარცხნიდან 20. შუაში
ხედა ლამაზი პროფილი მაქვს ლაშა. ყველაზე ლამაზი პროფილი მაქვს ლაშა. ჩემზე ლამაზი პროფილი მხოლოდ ლენინს აქვს. არა და ესი არა თუ არ მქონდეს ეხლა გადავს მაქეგია ესი არა რო არ მქონდეს ლაშა ჩემზე კაგბის სინახავზე ვერ ნახავდი აბა დამჭრეს არა ლაშა რა დამჭრეს აბა ყილა კი არ დამჭრეს ტანზე ავდიოდი და რაღაცაზე ჩავფიქრდი ლაშა რაღაცაზე ჩავფიქრდი და ფიქრობდი ლაშა და შემდეგ ფეხი ამისრია ლაშა ამისრია და ფეხი და გადმოვეში ამ ტანკიდან და წვეტიან ტენჩზე ჩამოვარწეს ლაშა აბა იცი რამ წარე იყო ლაშა აბა და რაზე ჩავფიქრდი და გვერდზე სანგარში ერთი გოგონა იყო ულამაზესი ზოია კოსმოდენის კაიას გავდა ლაშა ზოია კოსმოდენის კაიას გავდა და იცი რა ლამაზი იყო ლაშა მაღალი გამხდარი ეს ფორმა როგორ უხდებოდა რომ გამოვიდოდა ხოლმე ყველანი გაისუსებოდნენ და ყველა ამას უყურებდა თავზე ქუდი ეყურა და წინ დიდი ამ ქუდზე დიდი წითელი ვარსკვლავი კაშკაშებდა ლაშა რაგიდო და ლაშა რა გავაკეთებ გადაგეფარე რა შენ კი არა ლაშა ნახევარს და კავშირს გადაეფარე აი ლაშა დაგწეს არა ფერია პატარა ნაკაცია პატარა ნაკაცი პრინცესი ოდეში კომუნისტები ხდებოდნენ ლაშა ლაშა მომისმინე და ხო არ მეხوار არა პატარა ოგეშინი არაფერი პატარა ნაკაცია თქო გამევლის პატარა ნაკაცია რა გინდო და რატო გადამეფარე რა რომ მეგობარი ხარ პატარა მეგობარი რა გინდო და მე რატო საერთოდ ხდებოდა რა გადამეფარე ბიჭო არჩი ბატა გულისოს მიხსნოს ბატა ვაიმე ფეხებს ვეყავსო გოი ლაშა რა მეხوار კი ლაშა დაჭრილი ხარ ხوارდები ლაშა რა კვდები მაზი ხარ ფეხებს და დამეგუშტა ვეღარავ არა ლაშა კი არა ლაშა რა ყვარ გაიქეცი დამტო არა ლაშა არა ლაშა მე შენ გაგიყვან გაიქეცი არა მე შენ გაგიყვან ლაშა და რა გამიყვან გაგიყვან ლაშა ვერა არა უნდა გაგიყვანო იგი აბა გამიყვანე ჰე კარგი მე შენთან ერთად დავჩები ბატონ გონებდები არა ლაშა რასთან არა ლაშა შენ არ მოკვდი აიმე ლაშა ვაუ მაუ არა ლაშა მაუ Сталина, tu za Stalin, tu za Stalin, tu David. Oldiva, musa zmao. Hitler ki ara. Hai. და მე მოვიდნენ საბჭოთა არმიელები? მე მოვიდე ხო? ადექი შენ კიდე პატა ადექი და დამიბუდა ეს ფეხები. ამაცადე ვეხი დამკვდარი ვარ კაცო. რა მოხდება
ცოტა ადრე რომ მოსულიყვნენ. ეხლა მიხვდი, გაიგე ყველაფერი? კი. თეკასადა, სად არის თეკლა მართლა? გაიქცა. გაიქცა? ხო. რატო გაიქცა? ნუნუს მიქსე რომ გატეხეთ, მე თავში შველი. ნუნუს მიქსერი გავტეხეთ და თავ. ხო, აფეთქებას რა წოდით მაშინ გატეხდა. ვაიმე. დავიღუპეთ, ბაბა. რა მოხდა ლაშა? ომი დაიწყო. ლაშა, როგორ ახლა? რა ვიცი ლაშა, როგორ ვიქნები აბა? სულში დარდი მაქვს და აბაგანაში ყვავი მყავს და. იქით რო ყოფილიყო ჯობდა ის. სად მიდიხარ? ანუ კარგად ახარ ესე. რა ვიცი, კარგად. სად მიდიხარ, რა ხდება რა? სად მივდივარ და ნუნუსთან მივდივარ, აი მიქსერი უნდა ჩაუტანო, რო გაუტეხეთ. და ეს ორი რატო ლაშა, რომელიც მოეწონება ის? არა, ბატ, არა. იმდენი იტუტუნა რომ ის მიქსერი ისეთი კარგი იყო, რომ ორს უდრიდაო, რომ აი ვა, ფიქრი რა? არჩევანი მივიღე ისტორიაში. ოჯახ ნიკა რა ხედა, ესეთი გამართლა პაატას მეთოდმა რა. ხო. კარგია, ძალიან კარგი. ამიერი და სულ ასე გასწავლით ხოლმე გაკვეთილებს, არა პაატა? კი, რა თქმა უნდა, კი, აბა ბავშვი, თქვი ეხლა დღეს რა გასწავლე გაკვეთილი რა გასწავლე? ბუნებაში მაქვს ბაყაყების გამრავლება. მე წავალ, ყავს უნდა ვაჭამო. ხო, ერთი ორიანი კიდე არაფერს გიზავშეთ, მიდი.